ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი ძალიან საყვარელი ადამიანი, ჩვენი უფროსი მეგობარი, უნიჭიერესი, არაჩვეულებრივი მსახიობი, მოკლედ ყველასთვის საყვარელი მსახიობი პავლე პანიკო ნოზაძე! ძალიან მიხარია, გიჟდები, რომ კიდევ ჩემი სტუმარი ხართ და მე მინდა პირველ რიგში არ გამოგვილიოს ეს სტუმარმა სტუმრობა მეტად. აუცილებლად, ალიკო ბატონი განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც თვეში ერთხელ მინიმუმ სტუმრად უნდა იყოს. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ვიცით და ჩვენმა ტელემაყურებელმაც, რომ თქვენი ვარსკვლავი უკვე არსებობს, მაინც გადავწყვიტეთ, რომ ესეთი კვარცხლბეკი მოგვეწყო თქვენთვის და ასე დავძალოთ. აუცილებლად და უნდა იყოს და ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ, ხო? გაიხსნა თქვენი და ბორჯომში თუ გაქვს ვარსკვლავი, თუ გაქვთ. ბორჯომში ვარსკვლავი კი არა, ლეგენდა ვარ. გიჟი ლეგენდა. ენაცვალ. არა, მე ვფიქრობდი ისე მოზარდი ხوار გონია თქო და მითო. ესე იგი, ძალიან მიყვარს თქვენი კუთხე. ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და რაც თავარია, თქვენ გაქვთ ძალიან ესეთი თბილად იხსენებთ ხოლმე თქვენს სიყმაწვილეს ბორჯომში გატარებულს. ხო ასია. ეხლა ნახეთ რა ხდება. თქვენი პირველი სტუმრობის დროს თქვენ მოყევით არაჩვეულებრივი ისტორია ბიჭებსაც, ნიკოლოზსაც და მაყურებელსაც ახდოს მიცვალებულს რომ ფული ესეს. საოცარი ამბავი, საოცარი. ესე იგი, დაიგრა სოციალური სივრცე რა. აი, ყველგან მაგას აგდები და მე ვიცი რომ თქვენ არ გიყვართ ეხლა ამისის და აი ესეთი ძალიან მაგარი ისტორია იყო და იმის შემდეგ მინდოდა რომ იქნება თხოვოთ რომ იქნება ცოცხალზე მოგიყვეს. რა ხდება თქვენ ცხოვრებაში? ახალი, კარგი. ახალი ყველაფერი კარგი ხდება. მუშაობთ თეატრი, მუშაობთ პრემიერა გვექნება ახლა 19-ში 20-ში ახალი სპექტაკლის და მეპატიჟებით ყველას. სიამოვნებით. ეხლა ახალი სულ ახლახანს ძალიან ისეთი შეიძლება ითქვას, რომ ესეთი როლი გააკეთეთ, ხო? ეს დიმა სპექტაკლში, ძალიან მაგარი, მნიშვნელოვანი და სტუმრობაზე რომ დავრეკე ბატონო პარიკო, თქვენმა მეუღლემა იყო და დილარი 11 იყო თუ რაღაც ხდებოდა, კი ვიცი მე თეატრში რეპეტიციები რომელზე იწყებოდა. სადა ბრძანდება მეთქი, ურეკავ და არა რეპეტიციაზეა, კარგი საღამოს და არა საღამოსაც რეპეტიცია იქნება. ცოტა მოგვიანებითაც რეპეტიცია და მე თვითონ ვეტყვიო და ამდენს როგორ ახერხებთ ესე იგი. რა ხნა, 5 სპექტაკლი მაქვს ახლა ძალიან რთული და ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მრევლიშვილის სახელობის თეატრის ჩემი ნაწილია თეატრისა და ახლა კარგი პრემიერა გამოვიდა. ძალიან და ლამბალო და ყაშა ჯავახიშვილის. დიახ, გადასარევი. მამას თამაშობდა ძალიან საინტერესო სახე მაყურებელმა განსაჯოს. ახლა 19-ში და 20-ში. აი ისეთი გასაკუთრებული სცენა, შვილის დატირების სცენა და საინტერესო იქ. გადიხარ სადღაც იქით, სადაც თუ იქ არ ხარ და ის კოდი არ მიდის ვერ. რა თქმა უნდა. არც უნდა მოკიდო ხელი ასეთ რამეს. ესე იგი, ჩემ ტელემაყურებელს ძვირფას არანორმალურად რომ გვიყვარს, მინდა უთხრა რომ დღეს კი ამდენი რეპეტიცია, ამბები, მაგრამ ყველაფერი ასე არ დაწყებულა. კაი ხულიგანი მზადდებოდით ბავშვობაში. ხულიგანი კი არა. საწყალი ზაქრო დაიღუპაო კაცმა, მათ ჩემზე ამბობდნენ. ფიში გამოვიდა შვილი. არა, ლეგენდებია მე ხოგეუნე. ყველა ჩემი ისა რა ქვია პატარა მონაგონი არის ნოველა.
კი ბატონო. ხო, ძალიან ენერგიული, ახლაც ენერგიული ხარ, დაგერ 5 სპექტაკლიო. წეგარ მინდოდა მე თქვა ზარმაცობ თქო, მაგრამ და ბავშვობაში ალბათ განსაკუთრებით აი ყაწულ კაცობაში კი, კაცი. რაღაც პატარა საიდუმლოებებიც არსებობს. არსებობს ის ამბავი რომ სადღაც ასე 16 წლისა რო გახვდი დამიჭირეს. აი დამიჭირეს. ეგორა მამაჩემს გამომიშვებდნენ ერთ-სამ დღეში, ჩამკეტეს იქა ბურჯომში და ვალის მატარებელი დადიოდა მაშინ შემაგდეს მატარებელში და ჩავამიყვანეს გუბერსკში. აი საწყალი ზაქარი ხო ვამობდით უკაც. ხო ვამობდით რა. არც ჩუბზე. ჩუბზე ხო? აი ბიჭი ვიყარა, აი ჯიგიტი ვიყარა. არა ბოროტი არ ვიყარი და ყოველთვის ვიცავდი ყველაფერს ისე რა ქვია. საბართლია. ერთი მასწავლებელი მყავდა ნინა ივანოვნა. მოხუცი იყო ძალიან, არავინ არ ყავდა, აჩვენდა. მე რო ვაუხედო ინტერნაციონალის ქუჩაზე ცხოვრობდი. იქით აღმართეუნა სულიყა და ის დაბლა ცხოვრობდა. არავინ არ ყავდა, აჩვენდა. ისე ჩუბად დაუჩეხავდი შეშაწყო. ისე ჩუბად დაუდევდი. ისე იმას გავდა და უკვირდა ვინ აკეთებსო, ალგიდეუსა და მე ვაკეთე. სიგილიჩანი, ბრავო, ოქროთა. ეხა იცი არ კაი 9 თვიანის როკი კი გაქვს მოხდით. მე 3 წელი პირობით. სუდამდევდნენ იქნებ იჩხუბოსო, გას. 3 წელი პირობით. შევაბრუნოთ კიდეში. მაგრამ თეატრმა შემაბრუნა თავის. თეატრმა თავის იქნა. ღირსების ორდენი გაქვთ მიღებული. კი. მე ვფიქრობ მეტის ღირსი ბრძანდებით. მარჯანიშვილის პრემია. ეს კი კაცო, მაგრამ ისა აღარ დარჩა არაფერი რაც. დუმბაძე, რა ვიცი კაცო. ეხა იმას აღარ ჩამოთვლი წლის საუკეთესო მე აი ეგ. ხო, ეს ისეთია. ესე იგი თეატრში თელი მოღვაწეობა რამდენს ითვლის? ესე იგი სიბათე რო გითხრათ, მე მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი ბორჯომში. გიორგი ხმალაძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დიახ. და ხანდახან მინატრია ნეტა ასეთი კაცი კიდე გამოჩნდებოდეს სადმე რო გაზარდოს. და როგორ შემიყვანა, როგორ მომარგო, როგორ ამიხსნა, როგორ ზუსტ ამოცანას მაძლევდა. კი ბატონო. რამდენად პოპულარული იყო მსახიობობა თქვენ პერიოდში გოგონებში? როგორ გოგონებში? ხო. რა არის ისე შეყარებული კი ვიყავი, მაგრამ მაინც უჩნაური ეგეც არის გაც. მე კლასში რო ვიყავი, ავტკნიცორი მამიყვანეთ მე. მე შეყარებული დედამისეული, არა მართლა გეუბნები. მაგრამ მაინც მოვიყვანეთ 16 წლისა, ის იყო 19 წლისა მე ვიყავი. არა, ახლა მოვიყვანე და ახლა დღემდე 47 წელიწადი ერთად დავარ ვენაცვალე და შვილები, შვილთა შვილები. დიდი მოკითხვა. მე თქვა დღეგრძელი გამყოფოთ. აი ესეთი ვიყარა. აი მიცვალებული რო ვახსენეთ ხო რა. ესე იგი კარგად გამოგდით ეთყობა მიცვალებულებზე ისტორიები და სხვების კარგად გამოგდით. ახლა ალბათ მისმეს ჩემი შვილების ნათლია, მალხაზი ბაქანიძე. ჩემი ტრუსიკის მეგობარია და შევყეთ ბოლომდე და ჩემი ნათლმირონია დღემდე. მაგას არ კარგავ მე ჩემ იმას ძმობას, ჩემ კაცობას და ჩემ ადამიანებს. ენაცვალეთ, აბა რა. შემოგივა. პატარები ვარ და მე-5 მე-6 კლასში ვარ, კაცო და ჰობი მქონდა ველოსიპედის. ვაწყობდი ველოსიპედებს, მე თვითონ სპიცებს დაუჭერდი, გადაუკედი, მას გავასწორებდი ყველაფერს. ტორმუსი ვერაფრით ვერ ვაკეთებდი ამ ტორმუსს, ყოველთვის მეშლებოდა პაჭენი. იდა რა ხნახარ გამართული ტორმუსი. ძლიერი ფეხი კი მქონდა ამისათვის, რაღაც დავამუშავე, რომ წინა თვალში დაუჭერდი ფეხზე ასე და ვაჩერებდი რა. ერთხელაც თავდაღმართზე ცხოვრობდა, მომაქ ველოსიპედი. იმით ჩამომეტანა ხოლმე ველოსიპედზე ვერ დაჭდები და ხო გითხარ ინტერნაციონალის ქუჩაზე ცხოვრობდი და ჩამოვიდა ინტერნაციონალის ქუჩა. ჯერა ვაკია და მე იწყება ეს თავდაღმართი. აჰა. ეს თავდაღმართი რო თავდება, იქიდან მოდის აქა სატყეო ტექნიკუმი იყო. იქიდან ზედან მოდის გოგიას ციხის ქუჩა.
მოგიაციხე ხო ჭირჭირობდა. ხო და ასე, ესეც თავდაღმართია კაცო. ესენი ერთმანეთს რო უსწორდებიან, ამ გუგიაციხის იქით და ქუჩაში არ კარი და არის პოლიცია, მაშინ მილიციას ვეძახი. თქვენი ძალიან კარგად დაცნობი. თანა პოლიციელებს გაკეთებული ჰქონდათ გაზომი, ყვავილებით. მე ცოტა ამისაკეთ იყო მუზეუმი, კაცო. მიხაილის აშენებული, ამისა, კარგი, ახლა დგას, მაგრაი რამე ანტიკვარი. ხო და დიდი ის მოაჯირები ხონდა ასე რუარი რა, მასე კიდე განიერები შესასვლელი ასასვლელი. ახლა იქიდან რო წამოვიდა მოვაკეთე, ახლა დავჯექი მე და მე ხო წევდა ხოლმე მე დამშიო მაკატავი არ იცოდა ტარება ველოსიპედის ეგ. მე უთხარი მომაწექი ახლა მე შემოჯექი მე პატარა საჯდომი მქონდა იქ. ყველაფერი მქონდა, ისიც ფანარიც მქონდა იმასა ველოსიპედი. თორმუზი არ გამოდიოდა. თორმუზი არ გამოდიოდა. ეს თორმუზი მსხვიდავს წელში. წამოვედი ახლა რა ხდება? ხმამესმის რომ დასაფლავებაა კაცო. ორკესტრისა სერტ ბორჯოს ყავდა ჩამოსხმელ ქარხანას და სტეკორნი ქარხანას. ცალ-ცალკე ყავდათ დუხავოი ორკესტრი. ის წარჩინებული ის იქნებოდა რა ქვია, მოვაკლდავი რა. იმათთან მიდიოდნენ ხოლმე ისინი. წარჩინებული. ხო და ახლა წარმოედგინე ესე ჩამოსხმელი ქარხანა ქვედა ბორჯომში არის იქით. მაშინ არ იყო ყვიბისისა და იმის ქარხანა და მარტო იქ იყო და ახლა წარმოედგინე იქ ვინმე რო გარდაიცვლებოდა ღმერთმა ჯვარი წერია ყველა იქიდან წარმოედგინე იქიდან დუხავი ორკესტრის ხმა მთელი 3 კილომეტრი უნდა გამოევლო მთელ ბორჯომს ესმოდა კაცო მე წინა კაცო აუცილებლად უნდა ყოფილიყო დროშა ლენინისა მე დროშა ყავდა სპეციალურად მე ყავდა ვენოკეები მე ვენოკი ის კი არ იყო ახლა ყვავილებს თუ არ ჭობენ იმებში რა ქვია და გვირგვინებს აკეთებენ და რაღაცა სპეციალური ის იყო ორ ნომერ მაღაზიასთან იყო ვენოკების ბიურო იყო სპეციალურად სადაც ჯოხებზე რაღაც სანთლით აკეთებდნენ ამას ხელოვნ ვერ გაარჩევდი იმისგან რა ქვია უნებრივ ყვავილებს და არ ჭობდნენ შიგა და დაახლოებით ახლა თუ დიდი მტარი იყო დაახლოებით 22 ვენოკი მაინც გამოდიოდა რა ვენოკები პატარა კი არ იყო ასე იყო რგვალი და შუაში გამობერილი იყო ასე და 22 კაცი უნდა დამდგარ 22 54 კაცი აქეთ იქიდან ორს მიკოდი ერთს კი არა ხო და ისმის ახლა ეს ხმა მე ხო არ ვიცი დროშა ვენოკები და მე დამპირლები იყვნენ მე მოდიოდა სასახლე სასახლე წითელი კუბო იყო ხოლმე მას წინა კაცი წითელი არის და არაფერი ხო და ახლა ეს ხმა მესმის მე მაგრამ ერთი ის გამოვრჩა დამტირებლებს ქირაობდნენ არა რა არის იცი იყო ზოგიერთი რომელიც ახლა დაქირაება ბორჯომში არ იცოდნენ დაქირაება მაგრამ ნაღდად ტიროდა გულით ნაღდად ის ხო და გესმოდა ახლა ნაღდ ტირისა და იმას ხომ მიხდები კაცო ვაი გადა მიხდები ახლა კაცო ხდები ხო ხო და ახლა გესმის ეს ხმა მაგრამ ახლა არ ვიცი საიდან მოდის იქიდან მოდის ყვევი და საიდან ხო ვერ ვერ ხედავ ვერაფერი ავდექიდან მალხაზის უთხარ ხა მოაწექი მეთქი და შედა მე ვაბიგებ მეთქი ვატრიალებ ახლა შენ დაჯექი მეთქი ავდექიდან მომაწვეს ძალიან მომაწვეს და შემოაჯდა წინა და წამოდი თავდაღმართი აკრიფა მაგრამ რა აკრიფა ველოსიპედმა აპარა იქნებოდა კაცო რაღაც საჭიროებოდ მამაჩემ ამიტანა ბალიატკები კაცო სამანითიანი ბალიატკები იყო მაშინ თუ გახსოვს 3 თვე კი არა ერთ წელი ძლებდა ასე დიდი წვილი ქონდა ხოლმე წინა თქვენ არ გემახსოვრებათ ეგე და რაღა ვქნა ახლა რომ მივდივარ დავინახე მოყავთ ეს იქიდან გოგიაციხის ქუჩიდან გამოგხვიეს უკვე წინა ჩუმპა მოდის ეგ მე აქედან გარვიხარ მე მივდივარ ახლა აქედან კაცო რაღა ვქნა გაუყარ ეს გავყადა ბალიატკი და გაისრო რა ვქნა ტიპენაფერს ხوار შეუყვე კაცო რაღა ვქნა მე თქვი ახლა და რომ მივახლოვდეს გახანებული მე ვაჩერებ რა ვქნა ხო უატყდა ყვირიდი ეს მიცვალებული გააქანეს გამოაქანეს ახლა სახელს არ მომხმე ვაი X-ი პარმენა თქვა ხო საწყალი გააქან გამოაქანეს აქეთ იქ და მე შევარდი პირდაპირ ამ არკაში და პოლიციის წინა იმ გადმოვარდი დავეჩი ყვავილებში ეს მალხაზი თუ რა ერქვა მალხაზი გადმოვარდა იქ ხალხმა აყენეს მე ახლა მართლა ის ადრე აინტრა კაცო ხელი ქონდა მე რა თაბაშიში ყვავილებში გდიხარ მე მივარ ახლა ყავდა შედო წამოვდი ახლა პოლიციაში რო ვარ დავინახე მე ფეხებზე მკიდი ახლა სულ ველოსიპედი არ წამოვ
დავტაცი ამ ველოსიპედს სახელი და რო გამოვიერ და კეჩოში დაწახელი იმანა რა ქვია. იმ კაცს ვარა სახელს არ ვიტყვი და ხო, ნუ თანამშრომლები. მომიყვანა ახლა და მიმყვანა უფროსთან, უფროსი ასე ზის, როგორც შენ ზიხარ ახლა ის ხოლმე კაბინეტია კაცო. ის ფანჯარა კაცო, შიგნით ეშა. ხო. და უთხრა, კაცო, უფროსო დავიჭირე. ზაქროს გიჟი ბიჭი. აგერა უკვე დასა დასაფლავებას არ აწია და შობე წაღლიკა. თელი გაზონები, თელი კაბინეტი დამინგრია. რა ვქნა? გავიყვანეთ, გამოვიყვანეს იმას აქნეს. მე საწყარი მოვიდა, გამოვიდა და გული იმაზე წდება, რომ გამოვიდა შობე წაღლი და ჯერ ერთი თვალი დადო იმაზე რა ქვია, გაზონის იმას ახლა გარშემო ესეთი ბარდიური. იმაზე შეხდა ჩაჭეჭა, მე მეორე იმაზე შეჭდა. ჩაჭეჭა და რამე ჩამწდა გული ყველაფერი ახლა რა და რო გამოხვედი გარეთ სასახლე სად იყო? ჰა? ხალხი სად იყო? გამოვედი გარეთ ახლა ხალხი და რას ხედავ საწყალი პერმანე შემოდებული ყავთ ამ მუზეუმის იმაზე რა ქვია. ეს გადამჭირდა. არჩიტო კაცო რამბავი იყო ნუ ჯერ ვერ გაიგეს რა ხდებოდა და მე მოხდა ისე და საწყალი აღშენე და აი ასეთი იყო ეს ისტორია მაგრამ ბოლოს მაინც დამიჭირეს მაგათი. ოქროხა ესე იგი ამიტომ და ისი ამდენი როლები, ამდენი ამბავი, რა ვიცი, ამდენი თავგადასავალი. თეატრთან დაკავშირებით იქ ეხა მაიმუნობები ხდება ხოლმე ბიჭები რაღაცეებს მაიმუნობ და რამე ისეთი ხوار გახსენდება თეატრთან დაკავშირებით სპექტაკლის დროს ან ისი ანას. იმიცვალებულსო თავი დავანებოთ ფული რო ესეს. ცოცხლებზე. ახლა თქვენი გადაცემა მე ძალიან კარგად ვიცი უმერისტული გადაცემაა ესე და ძალიან მიხარია რომ რაღაც სიხალისე შემოდის ხალხში რაღაც საღამოს დასვენებული უყურებს აგერ ქსორველები არიან ამათ ენაცვალოს ჩემი თავი რაღაცა და რა ხდება იცი თეატრმა ჩემი ცხოვრება შეაბრუნა გამიგე ძალიან ცერკი ალბათ სხვა გზას წავყებოდი ალბათ სასიკეთო ხო რა აი ციხიდან ამოდი რაღაც ისე შემიყვარა ხალხმა იმ ჩხუბის მერე და რომ მართალი ვიყავი და ის ვიყავი არ დააჭერინეს ჩემი თავი 5 წლიანზე მიშვებდნენ კაცო და მე 3 წელი პირობილი გამოვიდა რაც ჩხუბი იყო უბრალო რა მაგრამ ეგეთი რაღაცა იყო კაცო რა ვიცი მე ხოდე და ახლა რა მინდა იცი გითხრათ თეატრი ჩემთვის ყველაფერი არის და აი თეატრმა გააკეთა რა და აი ასეთ როდესაც მე როლი პატარა როლები მივიღე როლი აი ასეთი ბორჯომელი გმირის მე მაინც ბორჯომთან ტრიალებ იმიტომ იმათაც გაეხარდებათ იმასაც გავიხსენებთ იმ ახალგაზრდა 16 წლის ბიჭს რომელიც ფრონტზე მოხალისედ წავიდა აი დაიწერა პიესა ჩაუქრობელი ვარსკვლავი ამ ბიჭზე თამას ფერაძემ დაწერა კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი იყო ხო და რა ხდება იცი ამ ბიჭის როლს თამაშობ ძალიან საპასუხისმგებლო იქე და რა მოხდა პირველად ეს როლი მე არ მომწეს იმიტომ ცოტა ის ვიყავი და მომწედა მიცეს სხვას მაგრამ დედამისმა რო ნახა ეს ბიჭი არა არ არის ეს და მოვიდა და მე ჩამიხუტა გულში ეს არისო ეს ბიჭო იმის სულს ვერაცოდი ქალბატონმა იყატერია